დღევანდელი ვიდეო მინდა ერთ შესანიშნავ რეცეპტს დავუთმო, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლო იმით არის, რომ არა მარტო სურდოს და ხველების სიმპტომებს სწრაფად დაგიამებს, არამედ იმუნურ სისტემასაც გააძლიერებს. მასში შემავალი ბუნებრივი ინგრედიენტების უნიკალური თვისებების წყალობით ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება, არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს და ბავშვების გემოვნებისთვისაც სასიამოვნოა. თან ის თავისი შემცველი ინგრედიენტებით ინფექციისგან უკვე დასუსტებულ ორგანიზმს ახალი ძალებით მოამარაგებს და სწრაფად მოგაღონიერებთ. სანამ რეცეპტზე გადავიდოდე, მინდა ჯერ შემადგენელი ინგრედიენტების თვისებები განვიხილოთ. პირველი მათგანი არის თაფლი. თაფლი ბუნების ერთ-ერთი ჯადოსნური საჩუქარია, რომელიც ერთდროულად გემრიელიც არის და ძალიან სასარგებლოც უამრავი სამკურნალო თვისებით. რომ არაფერი ვთქვათ გაციებისა და გრიპების სეზონზე, როდესაც ის მართლაც სუპერვარსკვლავია. თაფლი კარგად არის ცნობილი ხველის დამთრგუნველი თვისებებით და ხშირად ისეთივე ეფექტურია, როგორც ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტები. ის ნაზად ედება ყელის ლორწოვან კედლებს, ამ მიზეზის გამო, თუ ყელის ტკივილი ან გაღიზიანება გაქვთ, რის გამოც ახველებთ, თაფლი დამამშვიდებელ ბალზამს ჰგავს. მას შეუძლია შეამციროს გაღიზიანება და შვება მოგვაროთ, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ძილის წინ. თაფლს ბუნებრივი ანტიბაქტერიული თვისებები აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია ბაქტერიულ ინფექციებთან ბრძოლაში დაგვეხმაროს, რაც რა თქმა უნდა, განსაკუთრებით სასარგებლო იქნება, თუ თქვენი ხვალა ბაქტერიული მიზეზებით არის გამოწვეული. გარდა ამისა, თაფლის ანთების საწინააღმდეგო თვისებების შეშუპებისა და ანთების შემცირებაში დაგეხმარებათ, განსაკუთრებით ყელში, რომელიც ხშირად თან ახლავს ხვალას ან გაციებას. თაფლი გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით, რაც ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას. უფრო ძლიერი იმუნურ სისტემა კი უფრო ადვილად უმკლავდება ინფექციებს, რომლებიც ხვალას იწვევს. თავად თაფლის ტექსტურა და სისქემას ბუნებრივად დამამშვიდებელ ეფექტს სცემს, რადგან ის ნაზად ეფინება ლორწოვან გარსს და რაც პატარების შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, მისი მიღება ნაკლებ დრამატულ მოვლენებთან არის დაკავშირებული. აბა რომელ ბავშვს არ ურჩევნია წამალს თაფლი? თაფლი ეხმარება ძილს. ღამით ხვალამ შეიძლება სერიოზულად დაგიფრთხოთ ძილი, განსაკუთრებით რესპირატორულ სინციტიური ვირუსის ან კივანახოლას მქონე ბავშვებისთვის. თაფლს შეუძლია ხელი შეუწყოს ხველის რეფლექსის ჩახშობას, რითაც უფრო მშვიდ ღამის ძილში დაგეხმარებათ. ჩვენი წამლის მომდევნო ინგრედიენტი არის სელის თესლი. სელის თესლი ერთ-ერთი შესანიშნავი ბუნებრივი საშუალებაა ხველისა და გაციების დროს, განსაკუთრებით, როცა საქმე ბავშვებთან გვაქვს. ეს პატარა ყავისფერი თესლი სახლში დამზადებული ხველების სიროფისთვის მართლაც რომ მისწრებაა და აი რატომ. ის მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, განსაკუთრებით კი ალფა-ლინოლენის მჟავის შესანიშნავი წყაროა. ეს ჯანსაღი ცხიმები ცნობილია ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, ეს პრობლემა კი გაციებასთან და ხველასთან ხშირად არის დაკავშირებული. სელის თესლი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ის გაჯერებულია ლიგნანებით, რომლებიც გარდა იმისა, რომ ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს, მდიდარია მცენარეული ესტროგენით. ეს ანტიოქსიდანტები ხელს უწყობენ იმუნური სისტემის გაძლიერებას, რაც როდესაც სურდოს ებრძვით, არსებითად მნიშვნელოვანია. სელის თესლი შეიცავს ლორწოს, ხსნადი ბოჭკოს ტიპს, რომელიც წყალთან შერევისას გელის მსგავსი ხდება. სწორედ ეს ლორწო დამცავ ქსოვილად ედება ყელს და ხველის, ყელის ტკივილების და სხვა უსიამოვნო სიმპტომების თითქმის მკისიერ დაამებას უზრუნველყოფს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ სელის თესლი ხველის დამთრგუნველი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რაც ასევე განსაკუთრებით სასარგებლოა ღამით. კიდევ ერთი ინგრედიენტი, რაც ჩვენ გვჭირდება, არის ლიმონი. ის ასევე ფანტასტიკური, ბუნებრივი საშუალებაა ხველის დროს. აი როგორ ეხმარება ლიმონი ხველასთან გამკლავებისას. ლიმონი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც იმუნიტეტის გამაძლიერებელი თვისებებით არის ცნობილი. ძლიერი იმუნური სისტემა უკეთესად ებრძვის ვირუსებსა და ბაქტერიებს, რომლებიც ხველას იწვევს. ლიმონის ანტიოქსიდანტები ხელს უწყობენ ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლას, რამაც შეიძლება განსაკუთრებით ხველის დროს ყელში ანთება და შეშუპება შეამციროს. ლიმონის წვენი თავისი ბუნებრივი დამამშვიდებელი თვისებების წყალობით ხველასთან დაკავშირებული ყელის გაღიზიანების მოხსნაში დაგეხმარებათ. ლიმონის წვენი ასტიმულირებს ნერწყვის გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს ყელის ტენიანობას, ამსუბუქებს დისკომფორტს და პოტენციურად ამცირებს ხველის სურვილს. გარდა ამისა, ლიმონის მჟავიანობა ლორწოს დაშლას ეხმარება, რაც მის ორგანიზმიდან გამოდევნას აადვილებს და ამით ხველას ამცირებს. ის ორგანიზმის ტუტე მჟავურ დონეს აბალანსებს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მჟავია, ლიმონი ორგანიზმში ტუტედ ფორმირდება. ეს ორგანიზმია pH ბალანსს აღადგენს და იმუნურ სისტემას აძლიერებს. მაშ ასე, როგორ მოვამზადოთ სელის თესლისა და თაფლის ხველის სიროფი.
საამისო დაგჭირდებათ 4 ჭიქა წყალი, 1 ჭიქა სელის თესლი, 1 ლიმონი და ჭრილი, 1 მეოთხედი ჭიქა თაფლი. ლიმონი და სელის თესლი გაფილტრულ წყალში გაზ ქურაზე 1 საათის განმავლობაში დაბალ ტემპერატურაზე ხარშეთ. ეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლებად ურიოთ, რომ სითხე მაღლა თავისუფლად ამოვიდეს. თუმც კი რა თქმა უნდა იფრთხილეთ, არ უნდა მიგეწვათ. ტემპერატურა ძალიან დაბალ დონეზე შეინარჩუნეთ. რადგან მაღალი ტემპერატურაზე ნარევი ძალიან სწრაფად გასქელდება და გაცილებით ნაკლებ სიროპს გამოიმუშავებს. მაღალი ტემპერატურა მხოლოდ იმისთვის გვჭირდება, რომ მთელი პროცესის განმავლობაში საკმარისი სითბო შევინარჩუნოთ. თუ ნარევი მაინც მეტისმეტად ჩაგისქელდათ, შეგიძლიათ 9 ჭიქა წყალი დაამატოთ. ამის შემდეგ კარგად აურიეთ, რომ ერთიანად კარგად გათხელდეს და თანაბარი კონსისტენციის მასა მივიღოთ. სიროპი წვრილი ბადისებრი საწურით საშუალო ზომის თასში გადაწურეთ. სელის თესლს და ლიმონს კოვზის უკანა მხარით კარგად დააწექით, რომ რაც შეიძლება მეტი სითხე გამოათავისუფლოთ. როდესაც სიროპი ოთახის ტემპერატურაზე გაცივდება, თაფლი კარგად შეურიეთ. ჩაასხით სუფთა მინის ბოთლში და მათ სივარში 10 დღემდე შეინახეთ. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. როგორ გამოვიყენოთ ეს სიროპი? ბავშვებს 1 ჩაის კოვზი ყოველ 4 საათში მიეცით. ძლიერი ხველის, მაგალითად კივანახოლას ან რესპირატორულ სინციტიური ვირუსის დროს დამატებითი ჩაის კოვზი მიეცით. მოზრდილებმა ყოველ 4 საათში 1 სუფრის კოვზი მიიღეთ. ამ შემთხვევაშიც მძიმე ხველის დროს 1 სუფრის კოვზიც დაამატეთ. შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებმა ამ სიროპის მიღებისგან თავი შეიკავეთ. თაფლი მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად სასარგებლო პროდუქტია, მაინც შაქარს შეიცავს და გლუკოზის დონეს ზრდის. ასევე ორსულმა და მეძუძურმა ქალებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ინგრედიენტები უსაფრთხოა, სელის თესლი ჰორმონების შემცველობასთან დაკავშირებული მოქმედებით არის ცნობილი, რადგან ის მცენარეული ესტროგენს, ფიტოესტროგენს შეიცავს. ამიტომ ორსულობისას სელის თესლის რეგულარული მიღება ექიმის ნებართვის გარეშე რეკომენდებული არ არის. ასევე ადამიანები, ვინც სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს ღებულობენ, ჯობს ჯერ ექიმს დაეკითხონ, რადგან სელის თესლს და ლიმონს მსუბუქი სისხლის გამათხელებელი ეფექტი აქვს, რაც შესაძლოა გარკვეულ წამლებთან არ იყოს თავსებადი. ასეთ შემთხვევაში საჭიროა კონსულტაცია ექიმთან. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ. შენ მართლა გჯერა, რომ დღეს ვეღარავის ვეღარაფრით გააოცებ. ცდები, იმიტომ რომ შენ ჩვენ არ გვიცნობ. მოდი, გაგვიცანი. ჩვენთან ერთად სასწაულებს მოახდენ. გინდა შენი სურათი ავალაპარაკოთ. თუ გაინტერესებს რად გინდა, ნახერეების გაკეთება შეგიძლია. გაუკეთე რეკლამა შენს ბიზნეს ონლაინ პლატფორმებზე. გააკეთე შენი პროექტის თუ ბიზნეს იდეის შთამბეჭდავი ონლაინ პრეზენტაცია. დაურთე შენს ონლაინ რეზიუმეს და ამით დააინტერესე შენი პოტენციური დამსაქმებელი. გააოცე და გაახალისე მეგობრები. უბრალოდ გაიცინე. გახსოვს ეს სურათი, ალბათ კი, მაგრამ ასეთი ნამდვილად არ გემახსოვრება. გადავწყვიტე ის დღე ასე გამეცოცხლებინა. გამოგვიგზავნე სურათი. ახალი სიცოცხლე ჩაუბეროთ წარსულს. სურათი ილაპარაკებს იმას, რასაც თქვენ მოგწერთ რომ თქვას. იმ ენაზე ილაპარაკებს, რა ენაზეც თქვენ გინდათ. იმდენს ილაპარაკებს, რამდენსაც გადაუხდით. შესაკვეთად მითითებულ ემაილზე გამოგვიგზავნე სასურველი ფოტო, მოგწერე სასურველი ტექსტი, რა ენაზეც გინდა ან აუდიო ფაილი დაურთე. ჩვენ მაქსიმუმ 24 საათში გავამზადებთ და ემაილით გაცნობებთ. ამის შემდეგ იხდით თანხას და ღებულობ მოლაპარაკე სურათს.